მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ფეხის თითის ტრავმის გამო სეზონი ნაადრევად დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია უოტფორდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. ქართველმა შემტევმა შესაძლოა ივნისში ნაკრების სამხანაგური მატჩების გამოტოვოს. თუმცა ბრიტანული გამოცემა Football League World-ის სულ სხვა კითხვას სვამს. ეს ჩაკვეტადისთვის უოტფორდში ჩატარებული ბოლო მატჩი იყო. Football League World-თან საუბრისას უოტფორდის გულშემატკივართა ექსპერტი ჯასტინ ბიტი თვლის, რომ ჩაკვეტაძეს თამბერშტავის სეზონის შემდეგ შემოთავაზებები ექნება და მისთვის უოტფორდში თამაში დასრულებულია. აბსოლუტურად გაოგნებული დავრჩები. თუ ეს ჩაკვეტადისთვის უოტფორდში გამართული ბოლო მატჩი არ გამოდგება. მისთვის ტრავმის გამო სეზონი დასრულდა და ასეთი ასპარეზობიდან გამომდინარე ქართველი ფეხბურთელი კლუბის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. გიორგი ჩვენი ყველაზე ძვირფასი პროდუქტია. კლუბს კი ფული სჭირდება და აქედან გამომდინარე არ მგონია მისი შენარჩუნება შესაძლებელი იყოს. ის დიდი ალბათობით წავა. კომაგების უმრავლესობა ამას გაიგებს და ვფიქრობ ყველანი ვაფასებთ იმას, რაც მან კლუბისთვის გააკეთა. მოკლედ დროში ჩაკვეტაძემ კლუბში ბევრი მატჩი ჩაატარა და ვფიქრობ უოტფორდის გულშემატკივრებს სურთმას კარიერაში საუკეთესო უსურვონ, სადაც არ უნდა წავიდეს, ამბობს ბიტი. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძის მიმართ ინტერესი ევერტონს, ვულფსა და ლესტერს აქვთ. ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ ზაფხულში ქართველის მსურველთა რიგებს კიდევ ბევრი კლუბი მიემატება. სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონბეონის პრეზიდენტმა ალეხანდრო დომინიკესმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა მოითხოვა. დომინგესის მიზანია 2030 წლის მუნდიალი 64 გუნდიანი იყოს და ამით ტურნირის 100 წლის იუბილის აღნიშვნა მოხდეს. დარწმუნებული ვართ 100 წლიანი იუბილე უნიკალური იქნება, რადგან ასეთი თარიღი მხოლოდ ერთხელ აღინიშნება. სწორედ ამიტომ ინიციატივით გამოვედით, რომ პირველად ისტორიაში მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა 64 ნაკრებმა მიიღოს და ტურნირი ერთდროულად 3 კონტინენტზე გაიმართოს. გვინდა ყველა ქვეყანა მიიღოს 1000 გლობალურ ტურნირში მონაწილეობის გამოცდილება და ზეიმს არავინ გამოაკლოს. ეს ერთჯერადი ცვლილება იქნება, რომლითაც 100 წლის იუბილეს აღნიშნავთ. აღნიშნული საკითხით ბუნებრივია საქართველოს ნაკრებს სოფლიოზე მოხვედრის შანსები ეზრდება და ჩვენი ჩემპიონატზე ასპარეზობა ბევრად შესაძლებელი იქნება. სწორედ ამიტომ ზემოთხსენებულ თემაზე აზრი ვილი სანიოლსას კითხეს. სანიოლი, სოფლიო ჩემპიონატის ცვლილებების ჩემი საქმე არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ყველანაირ რეფორმაციას მივესალმები. ჩემი მიზანი სოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებით ასპარეზობაა. ამიტომ FIFA-ს მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა ჩვენთვის თანხმარე აღმოჩნდეს. დიდი იმედი მაქვს ამ გაფართოების გარეშეც მოვახერხებთ ჩვენი ოცნებისა და მიზნების ასრულებას, მაგრამ საიუბილეო ჩემპიონატზე მიღებული ცვლილება სრულიად მისასალმებელია. შეგახსენებთ, რომ სოფლიო ჩემპიონატის გაფართოება უკვე მოხდა და მომდევნო მუნდიალზე 32-ის ნაცვლად 48 ნაკრები იასპარეზებს. ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ უცხოური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ცვლილებებს ვიხილავთ. გიორგი მიქაუტაძე ნელ-ნელა სულ უფრო მეტი კლუბის ყურადღებას იპყრობს. ლიონის ქართველი ფორვარდის მიმართ ინგლისის პრემიერ ლიგიდან დიდი ინტერესია. ამჯერად მისი გაფორმებით ვესტ-ჰემია დაინტერესებული. ქაგოფსაიდის ცნობით ჩაკუჩები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას მიქაუტაძეს ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ მიიჩნევენ. თუმცა მათ კონკურენციას ვულვზი და კრისტალ პალასი გაუწევენ. მიქაუტაძემ იცის, რომ ვესტ-ჰემს მისი შეძენა სურს და ამ ფაქტით აღფრთოვანებულია. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა. საინტერესო იქნება შეძლებს თუ არა ჟორჟი მსგავსი შედეგის გამეორებას ინგლისში. ვესტ-ჰემს მის შესაძენად ბრძოლა მოუწევს, რადგან ქართველის მიმართ ინტერესი კრისტალ პალასსა და ვულვზაც აქვთ. ჩაკუჩებს მიქაუტაძის შეძენა ადრეც სურდათ, თუმცა ამჯერად როგორც ჩანს საქმე გაცილებით სერიოზულად არის და მალე მათი მხრიდან ოფიციალურ შეთავაზებასაც უნდა ველოდოთ, წერს ბრიტანული გამოცემა. შეგახსენებთ, რომ ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს და მოსალოდნელია, რომ ზაფხულში რამდენიმე მოთამაშეს ტრანსფერზე დააყენებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა გეგმები აქვს კლუბს მიქაუტაძის მიმართ.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მაჩების შემდეგ ბუკმეიკერულმა კანტორებმა ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი და კოეფიციენტები გამოაქვეყნეს. ამას სისტემატიური ხასიათი აქვს და ცნობილი საფეხბურთო გამოცემებიც მსგავსად იქცევიან. საბოლოოდ კი გამარჯვებულს ოქტომბრის ბოლოს France Football დაასახელებს. ამჯერად ფუტბოლ 365-მა ტოპ-10 შემოგთავაზა, რომელშიც სასიამოვნო სიახლეა და ხვიჩა კვარაცხელია მერვე პოზიციაზე იმყოფება. კვარა აქამდე 20-ულში იყო და Aston Villa-სთან მაჩის შემდგომ დაწინაურდა. ხვიჩა ბრწყინვალეა. მას შემდეგ რაც იანვარში ნაპოლიდან პარიზში გადავიდა, ის ფრანგულ კლუბს ლიგა 1-ის დაუმარცხებლად მოგებაში დაეხმარა და სავარაუდოდ გუნდი მისი ძალისხმევით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს. წელს ფუტბოლ 365 კვარაზე. მიმდინარე სეზონში დიდი სანაკრებო ტურნირი არ იმართება. ასე რომ ჩემპიონთა ლიგა ოქროს ბურთზე გადამწყვეტ გავლენას მოახდენს. ტურნირიდან ლივერპულის გავარდნის შემდგომ პირველ ადგილზე რაფინია იმყოფებოდა. ბრაზილიელი ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს და მის გამარჯვებას ყველაზე დაბალი კოეფიციენტი აქვს. მეორე პოზიციაზე კილიან მბაპეა, მესამეზე კი უსმან დემბელე. მეოთხე და მეხუთე ადგილებს მუჰამედ საჰი და ლამინ იამალი ინაწილებენ. ქუჩამ კი ათეულში ვინისიუსა და კეინს გაასრო. გეტყვით იმასაც, რომ ნახევარფინალში გასვლასა და წარმატებით თამაშის შემთხვევაში ხვიჩას ათეულში წინსვლა გარანტირებულად ექნება. საქართველოს ნაკრებისა და ბოსნია სარაევოს შემტევი გიორგი გულიაშვილის შესაძლოა იტალიის ჩემპიონატში ვიხილოთ. სარაევოსთან დაახლოებული სააგენტო ფიქზონის ინფორმაციით სერია-ას კლუბი ბოლონია ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბოსნიურ გუნდს 4.705.000 ევროს თავაზობს. ამავე გვერდის ცნობით თუ სარაევოს ხელმძღვანელები ბოლონიას შეთავაზებას დათანხმდებიან, გულიაშვილი როგორც კლუბის, ისე ამავე ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი გახდება. სააგენტო წერს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა და მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გიორგი გულიაშვილი სარაევოში 2022 წლიდან ერისხება და ამ დრომდე ბოსნიური გუნდის შემადგენლობაში ჩატარებულ 30 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. პაბლო გავიმ 2023 წლის ნოემბერში საქართველოს ნაკრებთან მატჩში მიღებული მძიმე ტრავმის შემდგომ ლამის ერთწლიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და მართალია პერიოდულად კარგად თამაშობს, თუმცა ძველი კონდიციების აღდგენა მაინც უჭირს. ყოველივე ამის გათვალისწინებით ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკი მას ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად არ ათამაშებს და ამ სიტუაციით სარგებლობას პარი სენ-ჟერმენი აპირებს. უახლოეს მომავალში პარიზული კლუბის წარმომადგენლები კატალონიის დედაქალაქში ჩასვლას და 20 წლის ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ. მართალია ბარსას შეფებს გავიმის თანამემამულე პედრისთან ერთად იმ ფეხბურთელთა სიაში ყავთ შეყვანილი, რომლებიც არ იყიდება, თუმცა დანი ოლმოს ბოლოდროინდელი პროგრესის ფონზე შესაძლოა ჟოაუ ლაპორტასთვის პარი სენ-ჟერმენის მიერ შეთავაზებული 100 მილიონი ევრო მიმზიდველი აღმოჩნდეს. საქმეს აიოლებს ის ფაქტიც, რომ ესპანეთის ნაკრებში პაბლოს დებიუტი ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს შედგა და PSG-ს ესპანელი დამრიგებელს ის განსაკუთრებით აფასებს, რის გამოც გამორიცხული არ არის სულ მალე გავი ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს. მეგობრებო, დღეისათვის სულოს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.